დევნილთა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი სოზარ სუბარი სალიმ ისკანდიროვის ოჯახს ესტუმრა. სალიმ ისკანდიროვის მამა 8 წლის იყო, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ მისი ოჯახი უზბეკეთის ქალაქ ფერგანაში გადაასახლა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს საქართველოში დაბრუნების სურვილი 60-იან წლებშიც ჰქონდა, ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. უკვე 3 წელია ისკანდიროვების 9 სულიანი ოჯახი გორის რაიონის სოფელ წითელუბანში ცხოვრობს. 30 წლის წინ მართლა ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედია დატრიალდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როცა 100,000-ზე მეტი მესხი გაასახლეს უზბეკეთში, ფერგანაში. 10,000-ზე მეტი ადამიანი მარტო გზაში გარდაიცვალა და ამ დღეს ხსოვნა საჭირო თუნდაც იმისთვის, რომ აღარასდროს აღარ განმეორდეს ასეთი ტრაგედიები. მესხები, რომლებმაც მართლა შეძლეს ყველგან, სადაც ცხოვრობდნენ, უდაბნო ექციათ სამოთხედ და უდაბნო ექციათ წალკოდა ძალიან მშრომელი ხალხია და ასე არიან ყველგან სადაც ცხოვრობენ. სამწუხაროდ ეს ისტორია განმეორდა 80-იან წლების ბოლოს, როდესაც მათ მეორედ მოუხდათ დევნილობა ფერგანიდან, დატოვეს ფერგანა, ბევრი მათგანი დაბრუნდა საქართველოში, ბევრი მათგანი ცხოვრობს უფრო სხვადასხვა ქვეყანაში და დღეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აქვს დაბრუნების სურვილი, ჰქონდეთ დაბრუნების ღირსეული შესაძლებლობა და ღირსეული შანსი. 1954 წელს 14-15 ნოემბერს სამცხეთ-ჯავახეთის რეგიონიდან გაასახლეს 220 ოჯახი. დღეს ჩემ ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა ბატონი მინისტრი, ტოლერთა განსახლების მინისტრი ბატონი სოზარ სუბარი. გავახსენეთ იმ დღეები, ვილაპარაკეთ იმ პრობლემებზე, რასაც არის პრობლემები.